Ში მადლობა მინდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო. პირველ რიგში ნინოს და შემდეგ ყველას, ვინც მონაწილეობას ღებულობდა იმაში, რომ ჩვენი ბავშვები აქ ჩამოსულიყვნენ და ეს მართლაც საოცარი ანიმაცია ენახათ. მე ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ანიმაცია, ეს არის სახარების ქადაგება, ესე იგი საბავშვო ენაზე. და რამდენადმე ცოცხლად ყოფნა იმ მოვლენების წინაშე, რაც იესო ქრისტეს ცხოვრებას უკავშირდებოდა და საოცარი ამბავია, ესე იგი საოცარი მოფიქრება ესე ლამაზად, როგორ საბავშვო ენაზე, როგორ შეიძლებოდა იესო ქრისტეს ცხოვრების წარმოჩენა. იმდენად ლამაზად, რომ ეს ბავშვი მერე აღფრთოვანებულია და ახლა თვითონ უყვება სხვებს. რა მინდა თქვა ახლა, რომ იესო ქრისტეს ცხოვრება, სახარების ცოდნა და რწმენაში სიძლიერე ადამიანს თავად ჭირდება და ესე იგი თვითონ არის ძლიერი ადამიანი, როდესაც ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრობს. როდესაც აღმოაჩენს, რომ ის ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა, ადამიანების გადასარჩენად და ყველაფერი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ის მოეკლათ, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც ვერ მოკლეს და ის მკვდრეთით აღდგა და ეგ არის ჩვენი დიდი იმედი და დიდი ძალა, ესე იგი. ჩვენ მის გვერდით შეგვიძლია ვიყოთ, ვინც მოკლეს, მაგრამ მაინც ვერ მოკლეს. ვინც მკვდრეთით აღდგა და თავისი აღდგომით განაქარვა სიკვდილი მოკლა და ადამიანებს სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე მიანიჭა. და ჩვენ თუ მართლაც ხელჩაჭიდული ვიქნებით მასთან და მის გვერდით ყოველთვის, მაშინ არც ჩვენთვის არ იარსებებს სიკვდილი. იმიტომ რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა ჩვენზეც და ქრისტეს აღდგომამ დასაბამი დაუდო თითოეული ჩვენთაგანის მკვდრეთით აღდგომასაც. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გვჯეროდეს, ეს უნდა გვწამდეს და ამ რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ, ესე იგი. და ის თუ გახსოვთ, ესე იგი, როდესაც შესამოსელი განძარცვეს ჯვარცმის წინ კვართი. ის კვართი სწორედ საქართველოში ჩამოაბრძანეს პირველივე საუკუნეში. ის კვართი არის სვეტიცხოვლის ტაძრის ძირში დაკრძალული წმინდა სიდონიასთან ერთად და ჩვენ აქედან რომ წავალთ, სწორედ გავევლით მცხეთაში და იმ კვართს მოვილოცავთ და ეს ისტორია ჩვენთვის ხელშესახებია და ქართველი ადამიანი იწოდება კვართის მცველად. ეს დიდი სიწმინდა ჩვენ გვერგო რაღაცნაირად ღვთის დიდი განგებულებით და ამას მოფრთხილება ჭირდება საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ სიწმინდის შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ, ესე იგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ესე იგი, რომ ამდენი ბავშვი, ესე იგი, მე ვფიქრობ, ეს ყველა ბავშვმა უნდა ნახოს, ესე იგი. შეიძლება ზოგს წაკითხვა დაეზაროს, ის მოსმენა დაეზაროს, მაგრამ აი ესე საოცრად, როგორც იმ მამამ გადასცა თავის შვილს, ნეტავი ყველა მშობელმა გადასცეს თავის შვილს. არასტანდარტულად ნახეთ ის მეუღლე როგორ ეუბნებოდა, ისე კი არა რაღაცა მიხვიდა და მოუყვა, რაღაც უნდა მოიფიქრო. ისეთი, რითიც დააინტერესებს. იმ კაცს უნდა მიბაძოს ყველა მშობელმა და ყველა ამბავი, აი ესე უნდა მოუყვეს, ესე ლამაზად, ესე იგი. რომ ბავშვი პირიქით აღფრთოვანებული დარჩეს, კი არ ეზარებოდეს, კი არ უჭირდეს, გაძლებაზე კი არ იყოს, არამედ აი ესე ხალისით მიაწოდოს უნდა მშობელმა შვილს ღვთის სიტყვა, ესე საინტერესოდ და უფალი ამბობს, რომ ეძებეთო და იპოვითო. თუ მშობელი დაუწყებს იმ მეთოდს ძებნას, რაც იმ კაცმა იპოვა თავისი შვილისთვის, თითოეული მშობელი იპოვის. და ჩვენ უნდა ვეძებოთ, ესე იგი, როგორ მივიტანოთ ჩვენ შვილებამდე ღვთის სიტყვა. ამ ბავშვებისთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია და
ჯერ ერთად ყოფნა ძალიან დიდი სიხარული ერთად რო არიან და მე ერთად რო არიან აი ამ წიაღში რომ ქრისტეს შესახებ უნდა მოისმინონ, უნდა გაიგონ რაღაცა და პირველ რიგში მადლობა ღმერთს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ. ეს ჩვენთვის დიდი საჩუქარია. მამა ათანასე გითხარი რა? აუძან. გესანადებს კიდევ ერთხელ მოკლედ. ყველანი ალბათ იმ შავერსიდების ქუშურად რაც მომდევნოს ვეფილეთ დოკუმენტებს ატარებდნენ ბავშვებმა შავერსიდებები ქონდათ. ერთ-ერთ ბავშვი კიდევ 20 წილებოდა ბოლოს ალბათ იმ ბედნიერების სიხარულის განცდით რაც დაუშვათ ხაფილი ბოლო კეთილია ისე რომ თავდება ზოგადად სიკვდილმა ესე იგი ქრისტე სიკვდილი დასთხოვნა და სიკვდილზე გაიმარჯვა ზოგადად ადამიანებს უკვე სიკვდილის საშიშროება აღარ არის ეს არის მეტად მნიშვნელოვანი თვითონ აი ბავშვის რომ ყველაფერს იქებს მადლობა ღმერთს რომ ესეთი ფილმი გადაიღო ის რა თქმა უნდა ვინც მოიფიქრა ვინც გადაიღო მე მგონია რომ მოწმუნე ადამიანი იქნება ეს უწმუნო ადამიანის მოგაკეთებული რა თქმა უნდა არ იქნება მადლობა ღმერთს რომ ესეთი ადამიანები არსებობენ რომლებიც ფიქრობენ რომ აი სახარებისეული სწავლება და ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში სულის გადარჩენის საქმეში როგორ დაეხმარონ პატარებს ახალგაზრდა თაობას მადლობა ღმერთს და მადლობა ასეთ ადამიანებს დავალოცეთ მეთქმა და მადლობა მომდელ დღეს მომიწევია ვინც იმას მიწდა და ამდენი ბავშვის გული გაათრო თავის ესეთი მონუმენტი. და რა გადახარო და დაგლოცეთ უფრო.